დღეს არის შაბათი 7 მარტი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 23 თებერვალი დღეს არის დიდმარხვის პირველი კვირის დასასრული დიდმარხვის პირველი შაბათია და გილოცავთ ამ პირველი კვირის გავლას და მინდა გითხრათ რომ თავარი დიდმარხვაში არის პირველი კვირა როგორ ჩაივლის რა თქმა უნდა ბოლო კვირაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ დიდმარხვას არსებითად პირველი კვირა განსაზღვრავს და იმე გილოცავთ ყველას ამის დამთავრებას და დღევანდელი წმინდანების შესახებ ჩვენ გვისაუბრია მათ შესახებ ეს არის საუბარი 55 ძირითადად ყველა წმინდანზე ხე ჩამოგითვლით ვინ არიან ძირითადად ყველაზე გვისაუბრე ეს არის პოლიკარპე სმირნელი ეს არის წმინდა გორგონია ნაზიანზელი რომანა რომაელი მატრონა მოსკოველი თეოდორე ტირონი იმიტომ რომ თეოდორე ტირონის ხსენება დღეს დიდმარხვის პირველ შაბათს ჩვენ წინა კვირასაც ჰქონდა ხსენება იმიტომ რომ კალენდარული იყო და ეხლა გვაქვს როგორც დიდმარხვის პირველ შაბათს და ეს არის წმინდა შორენ სირმიელი ესე იგი ყველას შესახებ ვისაუბრეთ 55 საუბარში და თეოდორე ტირონის შესახებ კი 214 საუბარია, ხოლო წმინდა სორენის შესახებ ჩვენ გქონდა საუბარი 278. ამიტომ მე ძირითადად ამ წმინდანებზე არ შევჩერდები, გარდა ერთი გარემოებისა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ესე იგი აღმოგვაჩნდა ქართულ ენაზე მე მხედველობაში ხელნაწერებში ჩვენ ხელნაწერებში ვეძებთ ხოლმე ქართულ ენაზე ცხოვრებას და ეს არის ცხოვრებაი და წამებაი წმინდა პოლიკარპოს სმირნელისაი ხო და ეს არის შედგენილი სმირნელი ქრისტიანების მიერ სმირნა დღეს არის იზმირი ეს ქალაქი თურქეთში ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია ისტორიულადაც, ქრისტიანულადაც და ეს ცხოვრება და დიდი არ არის ზომით და ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება რომ წავიკითხოთ ეს. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა პოლიკარპეზე ნასაუბრები მაქვს, ამიტომ არც ხატებს გაჩვენებთ, არც ხატი ჩვენ არ შეგვიქმნია ჯერ. არც წმინდა ნაწილი გვაქვს პატარა ნამცეცი, მაგრამ მე ხობრობთ მოგიყვებით თქვენ მის ცხოვრებას. რაჟამს დეკიუსი 259-251 წლები არის ცნობილი ქრისტიანობის დევნელი დეკიუს იმპერატორი ბოროტის მსახური რომელთა რომელთა ტახტზე იშდა ხმართებდა და რომის იმპერატორი ბრძანებანი განიდოდეს ყოველსა მის ქვეშა სამთავროსა პოვნილთა ქრისტიანეთა ესე იგი ბრძანება გავიდოდა რომ ის სამთავროსა ქვეშე პოვნილთა ქრისტიანეთა უპირატეს მრავალგვართა სატაჯველთა სახეებსა განცემულთ ეგრეთ ხალხასრულს ახსასრულსა წვლილისა მომღებელობისა ბრძანებელნ ესე იგი ეძებდა პირდაპირ ახალ და ახალ მეთოდებს როგორ ეწამებინა ეს ქრისტიანები და მოკლედ ასეთნაირად დევნიდა. მაშინ ქრისტეს ნერგი, ანუ ქრისტეს ნერგი რატო ხა ჩვენ მის ცხოვრებას ცოტათი წავიკითხავთ როგორ იზრდებოდა, კეთილი პოლიკარპოს ეპისკოპოსად სმირნის ეკლესიისა ეცნობებოდა. აი ამ პერიოდში უკვე პოლიკარპე იყო ეპისკოპოსი სმირნის ეკლესიისა და იყოც არამედ ჯერ მცირე ძეიდან მისთვის და მომღებელობა, რათა კარგ შემკველებულნი ყოველთა კეთილდა და შემდგომით ეუწყებიან ცოტათი მძიმე ენა, მაგრამ მაინც წავიკითხოთ. ამისთან მშობელთა adzღა ცხოვრებით დაკლებულობასა, ადრე გარდა ასე იგი ცხოვრებით დაკლებულობასა და მოაყდენა ცხოვრებას, ანუ ადრე გარდაიცვალენ ობოლთა მამაი და მზრდელი დიდებულთაგანსა ვისმე მდედრსა გამზადებს ამისა სულითა, ესე იგი მამაი და მზრდელი ობოლთა ეს არის უფალი, ხო? ადრე გარდაეცვალა მშობელი და აი მამამ, მისმა ნამდვილმა ზეციერმა მამამ მას გაუმზადა ქალბატონი ვინმე, რომელიც მისი დედობილი გახდა. და ამის და სულითა დედა იმქმნელობად და ყოველთა დედისა მშვენიერთა ამის მაჩვენებლად, ესე იგი ყველანაირი დედის თვისებებით იყო ეს ქალბატონის შემკული.
ამას უკვე უკეთილესი იგი დედათა ის სასურველსა ძესა ვითარცა და საყვარელსაცა იყვანებდა ბრძნად, აი ესეთი გადასარევი დედა თავის გადასარევ შვილს ანუ პოლიკარპეზეა ლაპარაკი ყველანაირად ასწავებდა და ბრძნად და წვრთით და ყოველისა სახესა სათნოებასა მისწრაფებად. ესე იგი განათლებასაც აძლევდა საერო განათლებასაც და სულიერი აღზრდითაც იყო დაკავებული. ესოდენ რაითა უმრავლესნი დაუტევნენ რამე თუ წუთხა ჭაბუკად ყოფი გაბრწყინდა ცხოვრებითა და ყოველნი უნდა ქრისტეს ცნებანი. ესე იგი და ისეთი კარგი აღზრდელი აღმოჩნდა ეს დედა რომ ჯერ კიდევ სრულიად ყრმა იყო ჭაბუკობაშიც უკვე ჩამოყალიბებული ფაქტიურად პიროვნება იყო და ქრისტეს სათნოებები მან ესე იგი აღასრულა უკვე კარგი ქრისტიანი გახდა ვიდრეღა სასწაულთაც ამრავალთა იქნა თვით მოქმედ მოწყალისა ჯეჩინების აღებელი. ესე იგი იქამდე რომ უკვე ისეთი ქრისტიანი გახდა რომ სასწაულთ ქმედებდა კიდევაც პოლიკარპე ჭაბუკობაში. და ვითარ ვინ თქვა მისთან აღზრდილი და თან აღორძინებული ვინაი არა ყოველსა მარტივად წინ დამთხოვსა მოქენეთა მისთან და მხოლოდ უხვები და გარდარეულობით. ესე იგი აი ვინ იყო ასეთი აღზრდილი აი ესეთი შეძახილია და ესე იგი ყველას უხვად უნაწილებდა მადლს სულიწმინდის მადლს. არამედ უკვე ჭამათაცა მიერ სუმითა დედისაითა წიახთა დარდომილთასა ყოველთა. ესე იგი ჯერ კიდევ დედის მუცელში იყო, როდესაც უკვე გამორჩეული იყო ესა და ხელთა მისთა მიერ და ყოველთ ლოცვითამით აღმოაჩენდა თესბიტელისა ილიასა. აი ილია თესბიტელივით იყო, რომელმაც ბავშვი გაუცოცხლა ქვრივ დედაკაც და ნუ მოქმედი იყო ილია და ესეთი საკვირველთ მოქმედი მჭელისა ფქვილისადმი დასაზეთისა რქისა. აი ფქვილი და ზეთი რო გაუმრავლა შიმშილი დროს იმხალს. აი ესე იქცეოდა პოლიკარპე თავისი ჭაბუკობიდან. ამიერ უკვე მამაკაცად შესრულებული კეთილი და რო გაიზარდა უკვე და უკვე მამაკაცი რო გახდა კეთილი პოლიკარპოს ღვთისმეტყველსა და მახარობელსა იოანნის კეთილად დაემოწაფების იგნატი ღმერთშემოსულთა თანა და ვუკოლ სმირნელისა. ეხა ესე იგი რა არის ჩამოთვლილი პოლიკარპე სმირნელი და იგნატე ღმერთშემოსილი ეხლა როგორ ვთქვათ რომ მეგობრები იყვნენ ესე ვერ ვიტყვით ადამიანურად უბრალოდ თანამედროვეები იყვნენ ერთმანეთს წერდნენ კიდევაც ეპისტოლე აქვს პოლიკარპე სმირნელის მიმართ გაგზავნილი იგნატე ღმერთშემოსილს და ესენი ორივენი იყვნენ დაემოწაფენ იოანე ღვთისმეტყველს და ვუკოლ სმირნელს ესე იგი ვინ არის კიდე ნახსენები ნახეთ ვუკოლ სმირნელი იყო სმირნის ეპისკოპოსი აი პოლიკარპეს ჭაბუკობაში და ვუკოლ სმირნელი იყო მოწაფე უშუალო მოწაფე იოანე ღვთისმეტყველის და შემდეგ ხელდამსხმელი მასწავლებელიც და ასევე ეპისკოპოსად ხელი სწორედ ვუკოლ სმირნელმა დაასხა პოლიკარპე სმირნელს ანუ მისი მოწაფე იყოს და ჟამთავეს ბრძნისა და პირველ მისას აქტრისა სმირნის ეკლესიისასა შემამკობელის ანუ სმირნელი იყო წარმოშობით ქალაქ სმირნიდან და თავისი ქალაქის ეპისკოპოსი გახდა და ყველაფერი ამ ქალაქის იცოდა მოკლედ რომლისაც თანა ჟამთ არამცირეთა სახარებისა მქადაგებელი სმირნის ეკლესიისა ამის მიერ დატოვებული იქნების რამე თუ არცაღა ესე იგი ჯერ ამ ვუკოლისთან ეპისკოპოსთან მსახურობდა და შემდეგ უკვე როდესაც ვუკოლი წინამდგომელობა მისი მახარებელისა მიერ მიითვალა ესე იგი მიიღო მახარებელი ანუ იონე მახარებლის მადლი ესე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ვუკოლი იონეს მოწაფე იყო ეს კიდე ვუკოლის მოწაფე იყო და ფაქტიურად მიითვალა ანუ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე გახდა ფაქტიურად რა მემკვიდრე უბრალოდ ესე რომლისა თან არამცირე ჯამყოფმან და ღვაწლთა თანა შედგომილმან მრავალნი სარწმუნოებისამი თანა შემოკრიბნა და თანა განაძლიერა ბევრი ადამიანი სარწმუნოების ესე იგი ბევრი მორწმუნე შემოიკრიბა არამედ ვინაიდან ვუკოლ ეგერა დასასრულსა ცხოვრებისასა მიიღებდა ვითარ სახეთ მის თხრობა იცხადად მოიღებს პოლიკარპოს წინასწარ კიდევ ვუკოლისაით ესე იგი ვუკოლი ჯერ კიდე ცოცხალი იყო ვუკოლიც მოწამეა მდელმოწამეა და
უკულმა წინასწარმეტყველა და მერე უკვე ხელი დაასხა პოლიკარპეს თავის მოწაფეს. და ზოგადად გამორჩევით ეკლესიის ამის საჭენი ხელთედებიან. რა თქმა უნდა, ეპისკოპოსი ირჩევენ. მაგრამ უკულმა წინასწარმეტყველა და გამოირჩიეს შემდეგ ესე იგი. და თანაუგრე ბრძნად ხმართებს სამწუხაროდ ღვთის კეთილად ადგილისადმი წვანვილობასა და ამკვიდრებს და წყლისადმი განსვენებისას შრომის მოყარეობის დის, ესე იგი, აი როგორც ფსალმუნებში წერია, რომ ნეტარარს კაცი, ესე იგი, იქნების ხე ვითარცა ხე დანერგულითა, ესე იგი მორწმუნე ადამიანი და ცნებების მიმდევარი იქნება ვითარცა ხე დანერგული თანა წარსადინელსა წყალთასა. ესე იგი აი წყლის პირას დარგული ხე და ეს წყლის პირას დარგო ამან ეს თავისი ნერგი, ეს თავისი ეკლესია და ესეთნაირად აღორძინებდა კახალ-ქართულ ქრისტიანებს. რამე თუ ცეცხლისა ხოლო იქმნების საკვირველებათაცა თვითონ მოქმედა არამცირედ და თვითონაც პირადად არამცირედ სასწაულს აღასრულებდა. რამე თუ ცეცხლისა გვერდით დებარეთა მწველისა მძვინვარე მიმართებაი დააყენა მხოლოითა ლოცვითა და ბეჭდითა ჯვარისათა წვიმაი ზეცით. ესე იგი, ესეთი მაგალითად ესეთი შემთხვევა იყო, რომ დიდი ხანძარი გაჭდა და ამან ერთი ჯვარის გადასახვით მარტო ეს ხანძარი ჩააქრო და ვითარცა ილიათეს ბიტელმა აი წვიმა გარდამოავლინა. გვალულსა ქვეყანასა შთამოიყვანა ყვალად უზომოი მისვლა იმის უკან აგადგინა. არამედ ესე ზეს დიდებულნი ამაცა შემდგომად წამებისა ღვაწლთა შეამკვრა. ესე იგი და როგორც ილიამ, ესე იგი ილიათეს ბიტელმა წვიმა სამწლინახევრის შემდეგ ამ გვალვით დახეთქილ მიწას წვიმა მოუვლინა, აი ამან ესე წვიმით ეს ცეცხლი ჩააქრო და შემდეგ დაბეჭდა კიდევაც თავისი მოწამეობრივი ღვაწლით ეს მისი მოღვაწეობა და სასწაულები. რამე თუ დეკიუს ეს იმპერატორი ვითარცა ითქვა ბოროტსახურსა ქრისტიანობის საძნოისა დევნილებისა განმაფიცხებელობასა შეპყრობისა კარგიცა პოლიკარპოს ესე იგი გააძლიერა ეს ქრისტიანების დევნა ეს განმაფიცხებელი გახდა მოკლედ ამ დევნის და როგორც იროდი მეფე ესე იგი იროდის არის შედარებული ეს დეკიუსი ვინმე ვირენარხოსი ესე იგი მოკლედ აქ ცოტა კარგად ვერ გავიგე გამოტოვებ ამ ადგილს და ანტიპატი ტრალიანოსი აზიის ანტიპატი ტრალიანოსი მიიყვანების ხოლო სტადიონად შესვლასთან ამისთანა ზეცით იქნება ხმაი განძლიერდი მოკლედ სამსჯავროზე მიიყვანეს პოლიკარპე ტრალიანოსის სამსჯავროზე და როგორც კი შევიდოდა აი ამ სამსჯავროზე ზეცით იყო ხმა განძლიერდი გამხნევდი პოლიკარპე რამე თუ მე შენთანა ვარ უფლის ხმა იყო პოლიკარპე გაამხნევა უფალმა და მთავრისა მიყვანებასა მის თან შემოსრბა იქნა სიმრავლის სამსწავლელისაი ვითარმედ ესე იგი ხმა გავარდა რომ პოლიკარპე შეიპყრეს სმირნის ეპისკოპოსი და უნდა წარსდგეს მთავრის წინაშე და ხოლო დგა ვიდრე მე ქრისტეს მდელმთავარი მხეცთა და გონიერებთა შემკობილი ესე იგი ამ მხეცების წინაშე გონიერებით შემკობილი აი დიდი ესე იგი საოცარი დარბაისალი პიროვნება წარსდგა ესე იგი ვით არ იგი ჩემიცა იესო მაშინ პილატეს აჯულის რას წერს ეს ცხოვრების აღწერელი ну ქართულ არ ვიცი ხეს ქართული თარგმანის თავისებურებაა თუ ეს სვინელი ქრისტიანები ნახეთ ეს ავტორი წერს რომ როგორც ჩემი ქრისტე წარსდგა პილატეს წინაშე ესე წარსდგა პოლიკარპე საჯულის წინაშე ხოლო გვიანობდეს სამართალი და უარყოფისა მიმართ ქრისტესა იწოდებოდა მართალი გვიანობდეს სამართალი
სამართალი იგვიანებდა და იგვიანებას ნიშნავს რომ არ იყო სამართალი რა და ამ უსამართლობაში გამხნევება ხდებოდა იმისი რა ქვია ქრისტეს უარყოფის და ამ კერპებისადმი მსხვერპლის და მძლავრის კერპებისადმი მსხვერპლის შეწირვის და მძლავრისა მიერ ხეთს და მიცემაი ეკადებოდა ცეცხლითად დაწვაი და ვინც ამ სიმტკიცეს გამოიჩენდა ნუ ხო ყველგან სხვადასხვანაირად აქ ეხა ცეცხლით დაწვა არის ესე იგი რაღაცა მიღებული რა მოკლედ როგორც სასჯელი სხვათა სატანჯველთა შთაგდებაი არამედ ესენი ვიდრემდე ყოვლითურთ ვერ მოამედგრებდეს მოღვაწესა ხოლო უფრო ისად ქრისტიანეთ გადაგებდა თავისათვის აღადგინებდეს და ესე იგი და ეს ვერ აშინებდა ამ ქრისტიანებს და უფრო მედგრად გადაგებდნენ ქრისტიანობას და პირსა სიხარულით აღსებულად ქონებელ ყოფდეს პირსა სიხარულით აღსებულთა ესე იგი სიხარულით იყო აღსავსე პირი თავის პირს არ ყოფდა როგორც ყოფდა სიხარულით აღსებულად და ამაზე და ვითარცა რადმე სერობა წოდებულად აი თითქოს ქორწილში მიდიოდა რა ეს ქრისტიანი ნუ ეს ახლა ამ შემთხვევაში პოლიკარპეზეა ლაპარაკი ვინავე უკვე შემოკრებულნი სიმრავლენი რაოდენი იუდეანთა და რაოდენი ლენთაგანი ესე იტყოდეს მთავარ საღვთოებისა მოძღვარი ესე გალილეულ წინამძღვარ ესე იგი ამ ახელებდნენ ეს ებრაელები და ელინები ბერძნები ანუ არაქრისტიანები ამ საჯულს და ეუნებოდნენ მოძღვარი ესე გალილეულთა წინამძღვარ ესე ღმერთთა დამამხვალ აღიღეთ ესე ქვეყნით ნუ შეცილდეს ჩვენსა მათი მსახურებით განდგომაი ესე იგი ესენი გალილეველი ანუ იესოზეა ლაპარაკი რომ გალილეულთა წინამძღვარი იყო და ამისი მოწაფეები არიან და ნუ გეცოდებათ დროზე მიუსაჯეთ სიკვდილი სიმრავლის ამათისა მეტყველობასა ანტიპატი მღვდელმთავრისა პოლიკარპოს ხესთა მოტევებას უბრძანებდა ესე იგი ეს ამას ისედაც კიდე გახელება უნდა და ამ ანტიპატი ესე იგი ეს რო თქვით რა ერქვა ტრალიანუსი em antipati და ხეცთა მოტევებას აუბრძანებდა ესე იგი ხეცებს მიუგდო საჯიჯგნად ხოლო გამისგან გამზადებულობით მათი არაშემხობილობისა მისისა მეტყველებასა ესე იგი ნახეთ უფრო ცოტა ნელა წავიკითხავ ქართულ თავისებურია ძალიან ვერ გეტყვით აი თარგმნის შესახებ ვერაფერს როდინდელია ხოლო მისგან გამზადებულობით მათი არაშემხობილობისა მზად იყო მაგრამ ისინი არ შეეხენ მისა მეტყველებასა ეშმაკთა მსახურნი იგი ცეცხლსა მიეცინთო ესე იგი და ეშმაკის მსახურები ამ იმას ახელებდნენ ამ იმას რა ქვია საჯულს რომ ნუ თუ ესენი არ შეეხენეს ხეცები ცეცხლში ჩააგდეთ და პოლიკარპოს დიდად ზედად დამხობდეს ვინაიდან ესევით არის განჩინებაი განიცა საძელოთ მისა იყო სახილო ნივთის მიმღებელობა იყო ყოველთამაძედა და უფრო ისღა დრაკთა იუდეანთაი მოკლედ ესე იგი ესენი განსაკუთრებით კი ეს იუდევლები იუდეანები მოკლედ ვითხოვენ პოლიკარპეს დასჯას ხოლო ოდეს დიდად ამაღლდა ალი იგი და აათეს ეს ცეცხლი და როდესაც ეს დიდი ცეცხლი დადგა და კმად აღიზარდა საკმარისად გაიზარდა ეს ცეცხლის ალი მაშინ უკვე გარემოესხლეს მოწამესა საკურთხევლი და დაწვის მიმართნი ორგანონი მოიხვნეს მოსწრაფებით რომელთა ეგულებოდა რა იმისი შემშალვაი ესე იგი მხოლოდ ცეცხლი იყო რომ ესენი ახლოს ვერ მიდიოდნენ და ორგანონი ანუ ინსტრუმენტები რა მოკლედ ესე იგი დასაწვავი ინსტრუმენტები რომ ეს რამენაირად მოკლედ შეეგდოთ ამ ცეცხლში რაღაც არ ვიცი რა იქნებოდა ეს ჯოხები თუ რაღაცა სპეციალური წარმოიდგინეთ უბრალოდ ვითარება რომ დიდი ცეცხლია ძალიან და ეხლა ეს უნდა შეაგდონ შიგნით რომ შეაგდონ თვითონაც ახლოს უნდა მივიდნენ და იწვება რა ადამიანები ძალიან დიდი ცეცხლში და ეხლა ასე უნება ეს პოლიკარპე მან თქვა პოლიკარპეუნება მიმიშვით მე თქვა მათ და მიმართ კბილითა და მშვიდითა ხმით მიმიშვით მე თვითონ თქვენ რო არ შემაგდოთ მე რა ვერ შევალო ამ ცეცხლში რა რაღაც ესეთი ცოტა იუმორიც არის აქ და მიმიშვით რამე თუ უშიშრობის მიმცემელმან მან ჩემდა მოთმინებათ ვინც მე მომანიჭა ეს უშიშროება
შეურყეველად გებაი ჩემი ცეცხლსა მოქმედებისა მიმართ მე არ მეშინია იმიტომ რომ ვინც მე მომანიჭა ეს სითამამე აი იმის იმედი მაქვს ამის ძლით არა შემსჭვალეს უხთოთა მართალიგი ანუ არ დააჭედეს რაღაცაზე უნდა დაეჭედებინათ რაღაც ჯვარებით რაღაც ხეზე ალბათ და იმითი უნდა შემოსკლოთ და არამედ უკუღმა ხელნი შეუკრეს მას ერთ-ერთი ხელები შეუკრეს უკან ზურგს უკან და ესრეთ ვარაი ვერძი საჩინოი ანუ ესე იგი როგორც კრავი ვერძი ანუ ცხარი რომ მიიგوارების დასაკლავად ვითარცა შემწყნარებელი ცეცხლთა ყოლად ნაყოფი ერყვეს გარდა თქმად გულვებისა მოხედვა იღის რამე თქვა აქვს საკვირველობა სათანა ფრიადის სიხარულნაბაი ძალიან უკვირდათ ერთადერთი რომ შეუკრეს ხელები და გაუშვეს და ის თვითონ შევიდა ამ ცეცხლში და ერთ-ერთი რაც უკვირდათ რომ საოცრად ხიარული სახე ჰქონდა მას ცოცხალსა ამას სახე და აფრისა ნიავისა მიერ გარდარეკილისა გარემოის მოწამებრისა მის სხეულისა განრთმეულობასა შინამდებარე დაგვთა იგი აი როგორც ნიავე ეს ცეცხლი ისე იყო მისთვის როგორც აი ნიავი რო აფრას დაუბერავს აი ესეთნაირად იგი ყოველთვის შეუწველა და არარაისავლიანობასა კვალად ჩენელა ესე იგი საერთოდ არ მიკარებია ცეცხლი შევიდა პურადმცა წმინდად თქვი იგი ცეცხლთა გამოცხობილად ანუ ოქროც საშუალ ცეცხლისა გამწყინებულად აი წარმოიდგინეთ ცეცხლში ოქრო რო შეიტანო ოქრო განათებს აბჭყვი აელვარდება ეს ოქრო იმიტომ რომ ის მოშორდება ხო რაღაც მტვერი და რაღაც ოქროს ხო ესე გამოწვავენ ესე იგი ცეცხლში შეაგდა ის რაღაც ზედმეტი შორდება მოკლედ და შემსგავსებულსა გემოისა მოღებათ ვერ შეძლებულსა ამან უნჯულონ იგი განაცვიფრნა და ვისმე კონფექტორ წოდებულსა ვიღაცა იყო კონფექტორი ერქვა სახელად და ამას უბძანეს მახვილით რაითამე გვემოთ მოწამეობრის ამას და ყოლაც ავდელოსა აი ამ ყოლად უსავდელოეს პოლიკარპეს მოკლედ რადგან ამ ცეცხლმა მხოლოდ წინვალება შეჰმატა განათა მისი სხეული ესე იგი ამ ვიღაც კონფექტორს უბძანეს რომ ხმლით მოეკვეთა მისთვის თავი და ვითარ ესე იქმნა წყარო ცისკრისად გამოედინა მე უმეტესად გემოისა შექმნილი სულელებითა ესე იგი და რომ მოკვეთა ამან მართლაც მოკვეთა თავი ბოლოს აი ეს სისხლი რომ გადმოიღვარა საოცარი სურნელებით აღივსო ქვეყანა მისი სისხლის სურნელება კეთილსურნელებით მდგომარეთა ვიდრე ზესთ განკვირვებამდე აი გაუკვირდათ საოცრად სიბრძნე სიბოროტისმე სიბრძნისა მომგონებელთა მეორე რამე თუ ეშურნეს მორწმუნეთა ეგოდენსა კეთილისათვის რაით არა დაფლასა და პატივისა შესატყვისა მიცეს ნაწილი და წიაღვიდეს ნათესავისადმი პატივი მისი დასწვეს იგი მრავლად გონების ბრძოლ ქმნილთა მოკლედ ესე იგი მორწმუნეებმა კი ეს სხეული აღიღეს და შეაგროვეს და გარნა ყოვლად პატიოსანი ნაწილნი შენი და მირონის მშვენი გამოაფშვინვა მირონის შენმას ხეულმა რომ დაჭრეს მირონის გარდა სურნელება გამოაფშინა ხელთა მორწმუნეთა მიმხილნი მიიხვნეს მორწმუნეებმა საკვირველო პოლიკარპე პირადად მიმართავს ეს მთხრობელი ჯერ ხო ის ხო ჩემი ქრისტეო და ეხლა პოლიკარპეს მიმართავს რომ პოლიკარპეო შენი სხეულიო ესე აფრქოსო ესეთი სტილია მოკლედ წერის და კეთილად წარგარგნის შესატყვისა დაფლისა ღირსებით მიეცნეს საკვირველებათა წყაროთ და ყოველთა სენთა საკურნებელად უსასყიდლოდ და როდესაც დაფლეს ესე იგი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა მისი სხეული და აც ზენათა საყოფელთა სამკვიდრებელი მათ და შინათა კეთილთა მიმღვრელი ისენებით უკვე სამღვდელოსა შენსა სამწყსოსა და სურვილით ნეტარისა სამსენებოსა შენსა და ეხლა კი ნეტარებით შენს ხსენებას აღვასრულებ და შენს სახელს ვევედრებით ხოლო შეძინება ღვთისმოყვარესაც და ყოველთა კეთილთა მიერ განშვენებულსა მეფესა ჩვენსა სიცოცხლისა მისისა სივრცის მომადლებასა ღვთისა მიმართ ვედრებითა შენთა მიერ და ჩვენს შენი ლოცვის ესე იგი იმედი გვაქვს რომ ჩვენ ზეციურ მეუფეს შეავედრებ ჩვენ თავს ხოლო ძალისა საძნოთ მტერთა ხილულთა და უხილავთა ხელისა საფრთხისა თანამდებობასა უძლებელისა ძალისა ბრძოლათა შინა და ძალის მომნიჭებელი ხარ ესე იგი შენგან აი ეს ძალა მოგვენიჭების ჩვენ ქრისტიანებს ხოლო მანდა სიმშვიდესა და თანამლობელობასა მსაჯულისასა იქ კი სადაც ხარ თანამლობელობა ანუ საჯულის კეთილ
ესე იგი სიმშვიდე და თანამლობელობა, მობელობა ნიშნავს თანაგრძნობას. და ხსნელი ამისი საწუთო შინა ნაქმართაგან და ერთობით ყოველივე შენდობისა მომცემელი და ნაწილსა კეთილად ხონებულთა სანამედო თავადსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შვენისდიდება და სიმტკიცე აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ეს იყო მოკლედ ის ტექსტი, რაც მინდოდა პოლიკარპეს შესახებ წამეკითხა და ამიტომ იმის გამო რომ ფაქტიურად ჩვენ ვამთავრებთ ამ ნაკიან წელიწადს და შემდეგი შაბათი უკვე არ გვექნება ნასაუბრები. უკვე მარტის შაბათები იწყება და ამიტომ მე კიდევ მოგიყვებით ხვალინდელი დღის შესახებ. ეს არის 8 მარტი საეკლესიო კალენდრით 8 მარტი საეკლესიო კალენდრით 24 თებერვალი კვირა. ეს არის კვირა მართლმადიდებლობის ზეიმი. მე ამის შესახებაც მისაუბრე, ამიტომ ამ თვითონ მართლმადიდებლობის ზეიმზე არ შევჩერდები და დღეს არის ხსენება ან ესე იგი 24 თებერვალს წმინდა რომანოზ უგლიჩელი. სულ ახალხანს ვისაუბრეთ წმინდა რომანოზის შესახებ, უგლიჩის მთავარი. ეს არის საუბარი 332. ამიტომ მასზე არ შევჩერდებით და 24 თებერვალს არის ხსენება, თუმცა ამას მოგახსენებთ რაღაცა დეტალი კიდე არის, თავის იონე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის პირველი და მეორე პოვნის ხსენება არის ამ დღეს. და მიუხედავად იმისა, რომ იონე ნათლისმცემელზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის საუბარი 12, საუბარი 68, ეს არის თავის მესამედ პოვნა, ეს არის საუბარი 134 თავის კვეთის შესახებ და 270 საუბარი მისი მარჯვენაზე ვისაუბრეთ, რა თავგადასავალი გადახდა. ეს პირველი და მეორე პოვნაზე ჩვენ არ გვისაუბრეთ და ამიტომ დღეს მოგიყვებით ამის შესახებ და კიდევ დღეს არ გვისაუბრია კიდევ ერთი წმინდანის ხსენება, ეს არის კიევის ქვაბთაშინა დავანებულნი წმინდა ერაზმი, ღირსი მამა ერაზმი პეჩორელი ესე უწოდებენ და აი ამათ შესახებ მოგიყვებით ფაქტიურად პირველ რიგში აი თავის პატიოსანი თავის პირველი და მეორე მოპოვების შესახებ მინდა მოგიყვეთ და ესე იგი დავიწყოთ. მოკლედ ივანე ნათლისმცემელს თავი რომ მოკვეთეს საიდან დაიწყო საერთოდ ეს ისტორია, თავი ცალკე რატო არის წმინდა ნაწილები და თავის ისტორია ცალკე რატოა. ესე იგი თავი რომ მოაკვეთინა, მოკვეთეს რა იროდი მეფეს ბრძანებით და იროდიადას მის სოლს უნდა განსაკუთრებულად ეს თავი ხელში ჩაიგდო და რა უნდა იცით ამ იროდიადას ეს თავი ჯერ იყო და ეს ენა დაუჩხვლიტა ნემსებით. წასინელი ქალი იყო რა. და მე წაიღო ეს თავი და ცალკე, მოკლედ ესე იგი არაფრით არ უნდა რომ თავი და სხეული მისი ერთად დამარხულიყო, იმიტომ რომ ეშინოდა რომ მკვდრეთით აღდგებაო. იმიტომ რომ ეს თემა სულ არსებობდა იქ ეს მკვდრეთით აღდგომის თემა და ეშინოდა იროდიადას და ამიტომ ამბობენ რომ რაღაცი ბინძურეში ჩააგდო თუ სადღაცა მოკლედ ტუალეტი კი არა, რაც იყო რაღაცა, მოკლედ ეს თავი გაახვია და სადღაცა გადამალა და ჩააგდო და ამბობენ რომ კიდევ ერთ-ერთი იროდი მეფის ერთ-ერთ მამულში სადღაცა მოკლედ დამალა ეს თავი გადამალა და კიდევ ესეთი ხა მე რასაც გიყვებით ეს ყველაფერი ესე იგი ცხადია თან ხო ზუსტად დოკუმენტურად დადასტურებული ვერ იქნება გადმოცემები არსებობს რამდენიმე სხვადასხვა გადმოცემა არსებობს და მოკლედ არის კიდე ეგეთი აზრი რომ ეს ჩაუვარდა ხელში ესე იგი შემდეგ ეს თავი მოიპოვა და უკვე გადამალა მეორედ წმინდა ივანა ეს რომელიც იყო ხუზა იყო იროდის მოურავი ესე რომ ვთქვათ და ამ ხუზას ცოლმა ივანა მენასაცხებლე დედაა წმინდა ივანა და ამან მოკლედ უთვალთვალა
იროდიადას და იმან რომ დამარ ამან ამოიღო, ოღონდ რომ ამოიღო, ამანაც დამალა სადღაც არ. სად დამალა? არსებობს ესეთი აზრი ერთი რომ ელეონის მთაზე, სადაც აიდანაც ამაღლება მოხდა იერუსალიმში, არსებობს კიდევ აზრი რომ ქალაქ სებასტიაში იყო სივასი, დღეს ესე ქვია სებასტიაში იყო დამალული და არსებობს კიდე რომ ხო, ნუ მოკლედ ნუ მაინც უფრო სავარაუდოდ იერუსალიმში, იმიტომ რომ მერე პოვნა თითქოს იქ მოხდა პირველი მოპოვება. და მოკლედ გავიდა უკვე რაღაც დამალულია ეხა ეს თავი რა და არ არის. ხო და გავიდა რაღაცა დრო და უკვე დადგა ესე იგი იმპერატორი კონსტანტინე პირველი, კონსტანტინე დიდის ხანა დადგა, ანუ მეოთხე საუკუნეა და აი აქ ამ დროს იერუსალიმის მოსალოცად, ნუ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ არის გადმოცემები. და გადმოცემით ვიღაც ორი ბერი ჩამოვიდა, ესე იგი MS-დან, MS-დან არ გაცრავთ ახლა MS სხვა რამის გამო გვახსენე. მოკლედ ვიღაც ორი ბერი ჩამოვიდა და იერუსალიმში მოდიან მოსალოცად. და ამათ აქვთ გამოცხადება და ეუნებიან, ესე იგი ანგელოზი ეუნება, რომ თქვენ უნდა მოიპოვოთ იერუსალიმში იოანე ნათლისმცემლის თავი. და მართლაც მიუთითა პირდაპირ ანგელოზმა, პირდაპირ იმ ადგილზე თითი დაადო და უთხრა აქ არის. და ამათმა ამოთხარეს და იპოვეს ეს თავი იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი იპოვეს და ნუ წაიღეს, ესე იგი ისევ ანგელოზის ბრძანებით გაიტანეს იერუსალიმიდან. გაიტანეს იერუსალიმიდან და შეხვდნენ ესე იგი შეხვდნენ ახლა ვის? შეხვდნენ გზაში ვიღაც ვინმე ხელოსანს, რომელიც ქოთნების ხელოსანი იყო და რომელიც იერუსალიმში იყო ჩამოსული სამუშაო საძიებლად და მოკლედ ბრუნდებოდა უკან თავის ქალაქი ემესა არის ქალაქი და აი ემესაში ბრუნდებოდა, ესეც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაა, ბრუნდებოდა ემესაში და ასევე იოანე ნათლისმცემელი ამასაც გამოეცხადა და იმათაც და უთხრა რომ შენ წაიღე ეს თავი ჩემი და წააღებინა ამ ადამიანს წააღებინა ემესაში. და თავიდან ეს მის სახლში ინახებოდა და შემდეგ უკვე ოჯახიდან ოჯახში ამხელა სიწმინდე ნუ სასწაულებს ახდენდა ხო წყალდია და ოჯახიდან ოჯახში გადადიოდა და ვიღაცა არიანელ ბერს ჩაუვარდა ხელში, ევსტაფე ერქვა სახელად ევსტაფიოსი და მოკლედ ამან მიიწვისა ეს თავი და ესე იგი ამ თავის წყალობით სასწაულებს ახდენდა და თვითონ მიიწერდა ამას და თავისი არიოზის მოკლედ ესე იგი ჭეშმარიტების დასამტკიცებლად იყენებდა რა მოკლედ ამ სასწაულების მოქმედებას, მაგრამ აქ ამხილეს ეს რომ ესე იგი ეს თვითონ კი არ ახდენდა ამ სასწაულებს, არამედ თურმე თავი ახდენდა იოანე ნათლისმცემლის და ეს გააძევეს ქალაქიდან ამ ემესადან. სანამ გააძევდნენ ეს ცხოვრობდა სადღაც გამოქვაბულში იქა და ამ თავის გამოქვაბულში სადღაც მეტყობა სიღრმეები ქონდა ამ გამოქვაბულს და დამალა ამ გამოქვაბულში. მერე უკვე როდესაც ეს ევსტათი ქართულად გააძევეს, უკვე ბერები დასახდნენ ამ გამოქვაბულში, უკვე მართლმადიდებელი ბერები და მოგვიანებით აქ მონასტერიც კი გაიხსნა, ჩამოყალიბდა, უფრო სწორედ დაარსდა მონასტერი სპილეონი. ესე ერქვა მონასტერს სპილეონი, ანუ გამოქვაბული მონასტერი. და მოკლედ 452 წელია კიდე რაღაც დრო გავიდა და არქიმანდრიტი მარკელი, რომელიც იყო მონასტრის იღუმენი, მან აღმოაჩინა ეს თავის ქალა ამ სადღაც გამოქვაბულში გადამალული. მე რო აღმოაჩინა იქ რა თქმა უნდა იყო წარწერა რომ ეს იოანე ნათლისმცემელია და ეპისკოპოსი ჩააყენა საქმის კურსში და ესე იგი ეს გამოაბრძანეს ეს თავი გამოაბრძანეს და ესე იგი ურანიუსი ერქვა ეპისკოპოსს, ემესის ეპისკოპოსი იყო ურანიუსი და ნუ ჯერ დააბრძანეს საკათედრო ტაძარში, მერე საგანგებო ემესაში აუშენეს ტაძარი იოანე ნათლისმცემელს და აი ეს ითვლება აი მარკელის მიერ მოპოვება თავის მეორედ პოვნად
ესე იგი ითვლება და ესე იგი ადრე ესე იყო რომ 18 თებერვალს იყო თავის პირველად პოვნის აღნიშვნა და შემდეგ აი დღევანდელ დღეს ანუ 24 თებერვალს იყო მეორე პოვნა. თქო დღეს უკვე საეკლესიო კალენდარში ორივე მოპოვება პირველი და მეორე პოვნა ესე ქვია და ეს აღინიშნება სწორედ დღევანდელ დღეს და მე აღარ გავაგზელებ მოყოლოს, იმიტომ რომ მოყოლილი მაქვს თავის მე-13 პოვნის, მე-7 საუკუნეში ემესას არაბები დაესხენ თავს და დაიპყრეს და ეს თავი რო გადაერჩინათ, გადააბრძანეს, გადამალეს კიდევ ერთხელ და ასეთნაირად აღმოჩნდა საქართველოში ეს თავი კომანში. და იმ კომანში ინახებოდა დღესაც არის ადგილი, დღესაც არსებობს მე ნამყოფი ვარ და მოყოლილი მაქვს ეს ყველაფერი კომანში, სადაც გამოსახა მისი სახეც კლდეზე და სწორედ ეს უკვე თავის მე-13 პოვნის ისტორია, ეს მოხდა 25 მარტს თავის მე-13 მოპოვება, როგორც მოგახსენეთ, ეს არის საუბარი 12 და საუბარი 68. აი ხა ჩვენ გვაქვს კიდევ გამოსახულება, როგორ აღმოაჩინეს ეს ურანუსი, ემესის ეპისკოპოსი და აი როგორ ეს არის თავის მეორედ მოპოვება არის ნაჩვენები. ეს არის ბასილი მეორის მინოლოგია მე-9 საუკუნეა და აი თვითონ ეს კალათა ეს ალკი გავაკეთე ამის ფოტო, რომელშიც დევს იონე ნათლისმცემლის თავი. შეგვეციოს მისი მატლი. და ბოლოს უკვე ვიზეც უნდა გესაუბროთ, ეს არის წმინდა ერაზმი, ესე იგი ერაზმი პეჩორელი და მის შესახებ უნდა გესაუბროთ ახლა მე თქვენ. აქაც ეხა ბევრი არა გვაქვს მოსაყვალი, მაინდა-მაინც ბევრი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი კიდევ ერთი ახალი ამბავი უნდა მოგიყვეთ, ამდენი ხანია ხო ვამბობთ ამას, რომ არ მეურდება ეს ისტორიები და აი მგონი ესეთი რამე მე არ წამიკითხავს წმინდათა ცხოვრებაში, რაც ღირსი მამა ერაზმის შესახებ უნდა მოგიყვეთ 1160 წელია, ეს არის პერიოდი აი ამ დაარსების, ეს არის ესე იგი დაარსება აი ამ კიევის ქვაბთა მღვიმეებში, აი ეს პერიოდია, ცოტა მოგვიანებითი პერიოდია, მაგრამ აი და საწყისებთან რატო უსვამე ხა ამას ხას. ხო და იმიტომ რომ რაღაცა სიახლე ახალია რა იქ ეს ყველაფერი ახალი, ანუ ერთი რამ არის მინდა ხაზი გაუსვა, რომ აი ჩემთვის ცოტათი გაუგებარია, ეთყობა არ ვიცი, უნდა წამეკითხა მეტი ან რაღაცა, ვერ მოასწარი, რომ ესე იგი ეს ერაზმი ბერი იყო უკვე, რომელიც ცხოვრობდა კიევის ქვაბთა მღვიმეში და მდიდარი ადამიანი, ანუ მივიდა მდიდარი ადამიანი, გახდა ბერი, შავი კაბა შეიმოსა, აღიკვეცა. და მიუხედავად ამისა, ეს სიმდიდრე გააჩნია, ხო არ გადაყრის, საწაიღოს და მოკლედ აი ამის შესახებ არის. ჯერ უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ თვითონ ეს პატერიკში არის ეს ამბავი აღწერილი და აღწერილი მისი არის ასევე ყოფილი ბერი ამ მონასტრის, იმიტომ რომ მერე ის გახდა ეპისკოპოსი ქალაქ ვლადიმერის წმინდა სვიმეონი, წმინდა ნათალეს იჩერაცხილი, ვინც აღწერა ეს ამბავი. ეხლა რა არის თვითონ ამბავი? მოკლედ ეს ერაზმი რომ გადმოვიდა, ცხადია რომ მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად აღიკვეცა და ეთყობა გააჩნია სიმდიდრე და უნდა მოიშოროს თავიდან და ესე იგი ეხლა რადგან მდიდარი კაცია, როგორც ჩანს იქაც არის ეს ადამიანური სისუსტეები და კარგად ექცევიან და რაღაცა ხამხელა ის მოიტანა, მაგრამ მე ეს თანხა შეწირა მთლიანად ამ კიევის ქვაბთა მღვიმეების ღვთისმშობლის მიძინების თავარი ტაძარი იქ არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის და ამ ტაძარს შეწირა დიდძალი თანხა. ესე იგი ხატები შეიძინა, მოახატინა, შემდეგ ეკლესიის საჭიროებისათვის, მოკლედ მთლიანად ეკლესია შეწირა და ამბობენ რომ მის მიერ შეძენილი ხატები დღემდე არის ამ ტაძარში. დღემდე არსებობს რა.
ხო და მე არ მახსოვს მართალი გითხრათ, კარგად არა ვარ ნამყოფობსა, შეიძლება ვარ და კარგად გვია ადრე ვიყავი, შეიძლება. მაგრამ არ მახსოვს მოკლედ კარგად ეს ტაძარი. ხო და იმას ვამბობდი, რომ მოკლედ ეს ხატები გონი დღესაც არის და რომ შეწირა ეს ხატები და გაიღო მთლიანად ეს გახდა ესე იგი გლახაკი, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ არ არის კარგად მოწყობილი საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერი და როგორც ჩანს ეს მიზეზიც ეს არის. და მაშინ არ არის ეხლა დღეს როგორ არის, რომ მიხვალ მონასტერში, ნუ რასაც შეწირავ თუ არა გაქვს ვერ შეწირავ და მიდიხარ ღებულობენ მონასტერში და უკვე შენს ყოველდღიურობაზე აღარ ზრუნავ. საჭმელი გაქვს, ტანსაცმელს გაძლევენ. მოკლედ რაღაც ესე საცხოვრებლის ტიპის მონასტერი ამას ქვია რა. ანუ კინოვია. ხო და იქ არ იყო ჯერ ესე მოწყობილი, ამას აღარაფერი აღარ აქვს და ამიტომ ესე იგი რომ იციანავ კარგა ხალხმა პირი იბრუნეს მისგან და რაღაცა ესე დარჩა უყურადღებოთ რა, ყურადღების ცენტრში იყო და ეხა აღარ არის და მოკლედ ძალიან განიცადა ესა რა, განიცადა და რა თქვა იცი რომ რაღაც უცნაური რაღაცა თქვა რა. ესე იგი შეინანა ეს ინანა ეს რო ფული დაარიგა გასცა. ოღონდ როგორ რა ინანა იცით რომ ის კი არ ინანა რო ფული გასცა. არა ეს არ შეუნანა. შეინანა ის რომ ესო ეკლესიას რო დავახარჯეო. მეო ესო გლახაკებისთვის უნდა მიმეცა რომ სამოგერო თუ ჯილდო მაინც მიმეღო როგორც უფალი გვპირდებაო რომ აი ვინც გლახაკებს შეიწყნარებს რომ მას სასუფეველში ექნება ესე იგი დიდი ჯილდო. ხო და ეს ჯილდო დავკარგეო რა მოკლედ ეკლესიას რო შევწირე ჯილდო დავკარგე ამითიო და მოკლედ ამ ნიადაგზე ესე იგი საშინელი დეპრესიები დაეწყო დეპრესია და არ ვიცი ხა მე ვერ მივამატებ იქ არ წერია რომ სმა დაიწყო ესე იგი რა უნდა იქნა არ ვიცი ნუ ცოდვილი ცხოვრება დაიწყო ხა ეკლა მონასტერში რა ცოდვილი ცხოვრება უნდა დაეწყო ხა მაგრამ ნუ მოკლედ აურია რა ძალიან რაღაცა ესე იგი მოკლედ ნეუბრივად რაღაცა არ წერია რა მაგრამ მოკლედ აო ხო და რო აურია მე ესე იგი უფალმაც ანიშნა რა მოკლედ ანიშნა და ძალიან ავად გახდა და ნუ ჯერ იყო და საერთოდ ლოგინად ჩავარდა და მე ესე იგი წაერთვა მეტყველება და სმენა საერთოდ აი რუმუნჯი გახდა რა და ლოგინად ჩავარდა და 8 დღე გავიდა ესე რომ საერთოდ არც უჭამე არც წყალი არ დაულევენ და ნუ ყველა მიწის რო ყდება უკვე ეს ერაზმი რა და ეს ბოლოს ეს ძმები მოვიდნენ კი მეატოვეს მაგრამ ნუ ეხა მოვიდნენ შეიკრიბენ და ნუ აი ყდება ეს ერაზმი და უცებ წამოდგა სახსალამათი აბსოლუტურად ჩვეულებრივად და ძმებს უთხრა ძმებო საოცრება უნდა გითხრათ აი ესე რო ვიყავიო ჯერ იყო და თეოდოსი და ანტონი და თეოდოსი გამომეცხადნენ, რომ ანტონი და თეოდოსი არიან მონასტრების დამაარსებლები. ანტონი და თეოდოსი გამომეცხადნენ და მითხრეს, რომ შენ ღმერთი დროს გაძლევს მონანიებისთვისო, რომ ესე ცუდად რო ცხოვრობ. და მე გამომეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია. და ესეთი რაღაც მითხრაო, რომ შენო არ ტყუილად დარდოფო, არ არის სწორია. მე შენო არ დაგიკარგაო. შენო მე ჩემი ტაძარი შეამკვეო. და მე ამას როგორ დაგიკარგაო, დიდი ჯილდო გელოდებაო ცათასასუფეველში. ოღონდ ესე ნუ ცხოვრობ. და როგორც კი გამოჯამრთელდებიო, ხელახლა აღიკვეცეო, ანუ დიდ სქემაში აღიკვეცეო და რო აღიკვეცები მე-13 დღეს მე თან წაგეყვანო. და ესენი გაოგნებულები უსმენენ მოკლედ ეს ძმები, ეს მოემზადა, მოინანია თავისი ცოდვები, აღსარება თქვა, ყველას ყველაფერი შეუნდო და აღიკვეცა დიდ სქემაში. და მართლაც როგორც ღვთისმშობელმა წანა მე-13 დღეს აღესრულა და მისი წმინდა ნაწილები ანტონის ანუ ახლო მღვიმეები და შორეული მღვიმეები ესე ქვია და ეს ახლო მღვიმეებში არის
მოკლედ დაკრძალული. ხატიც მაინდა-მაინც ამათი ხატები ჩვენ არ აგვაქვს კარგი ამ პეჩორელი მამების. ეს პირველი ეს უფრო თითქოს უკეთესია მე გაჩვენოთ ეს უგლიჩის მუზეუმში ინახება ეს არის ხე ამათი და ამ ხეზე წინაზეც გაჩვენეთ არის გამოსახულებები ეს არის ახლა ამ შემთხვევაში სწორედ ერაზმ პეჩორელი და აი კიდევ მისი გამოსახულება ესნაირად არის შექმნილი. და ბოლოს გაჩვენებთ კიდევ აი აქ არის ესე გამოიყურება დღეს მისი სანაწილე. აქ არის მისი სხეული დაბრძანებული. ეს ხატი რაც გაჩვენეთ აი ფეხებთან უკიდია. ეს არის სულ მე გაჩვენეთ ახლა წმინდა ნაწილს. ამცეცი გვაქვს. აი წმინდა ნაწილი არის ახლა მე თიც დავადებ ამასაც. აი ეს არის წმინდა ერაზმის იმედია რომ ხედავთ ხო? აი წმინდა ერაზმის წმინდა ნაწილი გვაქვს ამცეცი. და ამითი ფაქტიურად გემშვიდობებით დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მე მოგიყევით შაბათია და ეს არის შაბათია და ეს არის 23 თებერვალი საეკლესიო კალენდრით და მოგიყევით წაგიკითხეთ წმინდა პოლიკარპეს ცხოვრების ქართული ვერსია მოწამეობის უფრო სწორად შემდეგ 24 თებერვლის შესახებ გესაუბრეთ ეს არის იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის პირველად და მეორედ მოპოვება და ბოლოს კი 24 თებერვალს გესაუბრეთ წმინდა ერაზმ პეჩორელის შესახებ და შეგვიწიოს ამ წმინდანების მადლი ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი